მაქსიმ, მოხვედი? ეს სიურპრიზია. ჩვენთვის სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. გამოგივიდა. გამარჯობა, ჩაკ. გამარჯობა. ყვავილები მოგიტანე. თავამაზია, ჩემი საყვარელი ყვავილები, მე ლარნაკს მოვძებნი, შენ კი შემოდი. ეს ის ბიჭია, რომელზეც ამელკა გამუდმებით საუბრობს, როგორც ჩანს, ხო? მე სკოლაში მინახავს. შოკში ვარ, ამელკა შეყვარებულმა მოაკითხა. თან ყვავილები, ხო, გავმართლა მას. კარგად მოთავსდი, მიხარია რომ მოხვედი, საბოლოოდ ჩემი მეგობრები გაგიცნობენ. არ ვიცოდი ჩაკთან თუ მეგობრობდი. ის ლუნას და კიტის თანაკლასელია. შენ საიდან იცნობ? ის ჩემი ძმა. მართლა? ძმაზე კი მიყვებოდი, მაგრამ არ მეგონა ეს თუ ჩაკი იყო. ჩაი გინდა? კი. ეს მართლა შენი ძმაა? მეც კი შოქში ვარ. ზე არასდროს მოგიყოლია. მოგვიყევი მასზე რამე. მოკლედ მე და მაქსი. აქ რა სჭორობ? დიანა, ამელკა შეყარებულია სტუმრა. ის აქ არის? კი. მაშინ წამოდით გავიცნობ. არა, რაღაც უხერხულია. კარგი რა, ინტერესი მკლავს. ისეთი არაფერია. თან ის ჩაკის ძმა. ჩაკ, შენ ძმაზე არასდროს არაფერი მოგიყოლია. რა მომეყოლა, მეც არაფერი ვიცოდი. ძნელი დასაჯერებელია. საინტერესო რაზე საუბრობენ. წავიდეთ და გავიცნოთ ის. არა, ხელი არ შევუშალოთ წყვილს. სერიოზულად არ გინდათ მასთან საუბარი? ჩემთვის მისი ნახვაც საკმარისი იყო. ჩემთვისაც. მოკლედ, თქვენ ის უკვე ნახეთ, მე არა, ამიტომ წავედი. დიანა, მოიცადე. გამანებეთ თავი. დიანა, ნახე ვინმე სწორად, აქ ყვავილები მაჩუქა. ვაუ, რა ლამაზია. ბოლოს და ბოლოს გაგაცნობ მას. გაიცანი, ეს მაქსიმია. გამარჯობა, მე ვარ დიანა. დიანა? მაქსიმ? თქვენ ერთმანეთს იცნობთ? თქმა უნდა, ის ჩემი შეყვარებულია. დიანა, ჩემი გაპრანკვა გინდა? იქნებ შენ გინდა, მაქსიმ, ეს ჩემი შეყვარებულია. არაფერი მესმის. მაქსიმ, უთხარი მას. დიანა, ხომ გითხარი, რომ ხელი არ შეგეშალა? რა გინდოდა? ხელი არ შემეშალა? ის ჩემი შეყვარებულია. შენი შეყვარებული? თავი ამიფეთქდება ახლა. ხო, ჩემი შეყვარებული. თავი დაანებეთ ჩემ შეყვარებულს. მაქსიმ, დიანა ჭყვიდან შეიშალა. ნუ ოცნებობ, ის ჩემი შეყვარებულია და შენთან ერთად არსად არ წამოვა. წამოვა. გოგოებო დამშვიდით. ფიქრობ უნდა ჩავერიოთ. თუ არ ჩავერავით, მას გაგლიჯავენ. ჩა, გადაარჩინე შენი ძმა. გაჩერდით, დამშვიდით. მაქს გამომყევი. ოხ, ძმაო. რატომ ხარ ჩუმად მომიყევი ყველაფერი? მე თვითონ არ ვიცი. ეხლა კი დამშვიდით. დამშვიდ და საუკეთესო მეგობარმა შეყვარებული წამა. არ არის სიმართლე. მოდი გავარკვიოთ, ვინ იყო პირველი, ვინც მაქსიმს შეხვდა. მე. თავის მართლებას არ ვაპირებ. მაქსიმი ჩემი შეყვარებული. მოიცადე, სად მიდიხარ? ჩემ შეყვარებულთან. გინდოდა გეთქვა რომ ჩემს შეყვარებულთან? შემეშვი. მაქს, სად ხარ? მაქსიმ, მოდი ჩემთან. გოგოები ჭყვიდან შეიშალნენ. არ ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია ბიჭების გამოჭხუბი. დაზომბებულებივით იქცევიან. თითვინი უნდა გამოვათავისუფლოთ. არც კი მოგვისმინენ. და რას მთავაზობ? გთავაზობ დავივიწყოთ. თავად მოგვარდებიან. ნუ, კარგი. მაქსიმ, მაქს! როგორც ჩანს გიძახიან. არ გააღოგთ ხო? ეს არეულობა გამოიწვია ხო თავის დაღწევა გინდა? ჩაკ დამეხმარებთ ხო? კარგი, ამჯერად გადაკარჩე. მაგიდის ქვემოთ დაიმალე. მაქსი აქ არის? არა. ნამდვილად? დიანა, წადი რა, ეხლა ონლაინ გაკვეთილი მაქვს. კარგი, მაქსიმს დაინახავ, მითხარი, მე კარგი? უბრალოდ ამელკას არაფერი უთხრა. შენ რა ორ გოგოს ერთად წერ? აჰა. არ იცოდი რომ ისინი მეგობრები იყვნენ? არ ვიცოდი, ეხლა რა გავაკეთო? მოგიწევს ორივეს დაელაპარაკო. მე შინია, მაქს, დაფიქრდი და მოიფიქრე რას ეტყვი მათ. შენს გამო მაქსიმი წავიდა, შენ შეაშინე ის. როგორ თუ შევაშინე? შენი ისტერიკებით. შენთან ჭხუბი არ ღირს. მაქს მოვძებნი ქუჩაში. აბა უკვე მოიფიქრე რას ეტყვი გოგოებს. არა, იფიქრე, სწრაფად იფიქრე. შენ რას მირჩევ? ნუ მე გოგოებში კარგად ვერ ვერკვევი. სამწუხაროა. ვიცი, ვინც დაგვეხმარება, ლუნა და კიტი. არქიჯეკი მალე მოვალ. რას ფიქრობ, ესეთი ომბრე მომიხდება? ფიქრობ არა. მაშინ იქნებ მხოლოდ ბოლოები შევიღებო. ეგ შეიძლება. გოგოებო, თქვენი დახმარება მჭირდება. რაში რომ ნორმალური ხუდი აგერჩევინოთ? ჩემს ხუთთან რა გინდათ? ყველა ბიჭებს უაზრო ხუდები გაცვიათ, ვერ ხვდები რატომ?
აი ფილს კი. გეყოფათ საქმეზე მოვედი. და რა გინდოდა? მაქსის დახმარება სჭირდება. შენს ძმას მეგონა აქედან უკვე წავიდა. არიცის მან რა გააკეთოს, გოგოები გაბრაზებულია. ცოტა გეხმარები შემიძლია კარგი რჩევები მივცე. მეც. წამოდით ოღონდ ამელკას და დიანას არაფერი უთხრათ. აი ჩვენი playboys. მოდა სცენისაც ცუდად გზნობს თავს. ანუ შენ ამბობ რომ ერთად დიანასაც წერდი და ამელკასაც? ხო. საშინელებაში ეს ადგილზე მათ თვალით არ დავენახებოდი. ისინი ერთ სკოლაში სწავლობენ, ესე არ გამოვა. საქმეზე გადავიდეთ. ის ისე მოექცა ჩვენს მეგობრებს იქნებ არ დავეხმაროთ. შეხედე როგორ ნანობს ის. ცოდვა. კარგი, მაგ წარმოიდგინე რომ კიტი ამელკა ამინდი და ბოდიში მოუხადა. ამელკა მაპატიე. და რატომ წერდი ორ გოგოს ერთად, ა? რატომ? გასართობად. ესე არასდროს არ თქვა, თორემ ცხვირში მიიღებ. იქნებ უბრალოდ შეტყობინება გაუგზავნოს, უფრო მარტივია ასე. სისულელია ჯობია რეალური ბოდიში მოუხადოს. გოგოები გაგლენჯენ მას. არასდროს მინახავს გოგოების ჩხუბი. მოკლედ, უბრალოდ მიდიხარ, ბოდიშს უხდი და ეგ არის. აი ეს ნამდვილად დაგეხმარება. გასაგებია? კარგი, წავედით. მაქსიმ, სად იყავი, გეძებდი? მაქსიმ, მე წამომყევი. გოგოებო, ბოდიში უნდა მოგიხადოთ. ეს შენ, ეს კი შენ. რატომ გამოართვი ჩემ შეყვარებულ შოკოლადი? როდესმე შეიგნებ, რომ ეს ჩემი შეყვარებულია. მომეცი, ეს შენი არ არის. ჩემია. ოხ, მომეცი. რა სჭირთ მათ? როგორც ჩანს, საქმე მაგში არ არის. ხო, გოგოებთან ლაპარაკია საჭირო. აი ეს მესმის ერთად ორი გოგო დაგსდევს. მალერია. ნუჩკარო, ჯობია ახალი შოკოლადებით მიაკითხო. თავარია შენი შანსი ხელიდან არ გაუშვა. მომეცი შოკოლადი. მეორეც, ისიც ჩემია. მაქსმა მე მომცა ის. მე არ მინდა რომ ჩემი შეყვარებული ხლებს ჩუქნინდეს შოკოლადებს. მაშინ ძალით დამართვი. გამატარეთ, შეჩერდი. გოგოებო, უნდა დავილაპარაკოთ. და რაზე უნდა გელაპარაკოთ? თქვენს ძვირფას მაქსზე. რა ხდება ჩემ შეყვარებულთან? თქვენ თითქოს მოჯადოებულები ვითხართ. მის გამო ერთმანეთს კლავთ. ეს ამელკა დამნაშავე. თქვენ საუკეთესო მეგობრები ხართ, საერთოდ არ უნდა ჩხუბობდეთ. აბა როგორი რეაქცია უნდა მქონდეს, როდესაც დიანა შეხვედრას მიფუჭებს? შენ აიმანი ჩემ შეყვარებულთან მქონდა. აღარ შემიძლია ამ ფრაზის გაგება ჩემი შეყვარებული. მოდით შვიდად დავილაპარაკოთ და გავერკვეთ. ყველაფერი ისედაც გასაგებია. დიანა მისი საყვარელია. ამელკა გთხოვ ჩვენი ხათრით. კარგი, მე თანახმა ვარ. ამელკა გეყოფა, იცოდი რომ დიანა მას ხვდებოდა? არა, დიანას მისი შეყვარებული არასდროს უჩვენებია. დიანა, შენ იცოდი? რა თქმა უნდა, არა. და არ დაეჭვებულხათ რომ ის ორივეს გწერდათ? მან მომწერა რომ მას შეყვარებული არ ყავდა. მეც ასე მითხრა. თქვენი აზრით ის კარგად მოგექცათ? თქვენ თვითონ დაფიქრდით, ორივე მოგატყუათ მან. ცუდად მოგექცათ, მაგრამ ის ისეთი საყვარელია. გოგოებო, გამოფხიზლით, ის თქვენს გზნობებზე საერთოდ არ ფიქრობდა. ყველაფერს მივხვდი, საბოლოოდ. და რა მივხვდი? მაქსთან უნდა მივიდეთ და თვითონ აირჩევს. ხო, აირჩიოს, ვინ უფრო მეტად მოსწონს. არა. დაფიქრდი, ერთი პიცას მოგიმზადებს, მეორე კოქტეილს. მაქს, სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ. ხო, უნდა ამოირჩიოთ ჩვენგან ერთ-ერთი. არ ვიცი. მოდუნდით გოგოებო, ორივე მოსწონხარ. ესე არ გამოვა, ან მე ან დიანა. უნდა მოვიფიქრო. მე ამირჩიე, მე როკი მიყვარს, ამელკას არ უყვარს. ერთად მოусმენთ მუსიკას. დიანამ საერთოდ არ იცის საწვრის მომზადება. არა უშავს პიცას გამოვიძახეთ. დიანა საკუთარ ოთახსაც არ ალაგებს. ამელკას გვიანამდე ძინავს. ხოლო უქმეებზე. აქვს გითხარი, გინდა ესეთი ძილის გუდა? Fortnite-ის თამაში რომელმა იცით? მე არ ვიცი, მაგრამ ვისწავლი და ამელკაზე კარგად ვითამაშებ. საშინელებათა ფილმები რომელს გიყვართ? მე, დიანა, ნუ იტყუები, შენ შიშა რა ხარ? TikTok-ის გადაღება რომელს გიყვართ? მე. ვერ ვიდან TikTok-ს. ხო, ბოლო დროს მოსაწყენი გახდა. მე საერთოდ წაშლა მინდოდა TikTok-ის. მოდი კონკურსი მოვაწყოთ. მართალია. ვინც სწრაფად მომზადებს საძილს, ის გაიმარჯვებს. მე მოგაწრებ, არა მე. მაგრად მოიფიქრე. აბა რა? პირველი მე ავიღე პროდუქტებს. ამ პროდუქტების მოსამზადებას 3 საათი დაგჭირდება შენ. გოგოებო, საკმარისია იქნებ შეტყვიტოთ. დიანა, ხელს თუ ნიშნი, არაჟანი მჭირდება. გამოყვარეობა სულ დაკარგეთ. მაგ შეხედეთ, ის ისეთი ეგოისტია. ის უბრალოდ თქვენ გიყენებთ. ლუზერო. არა, შენ ხარ ლუზერი. შენ კი თამაში არ იცი. მაგასაც ვნახავთ. დაიმახსოვრეთ, გოგოებო, არც ერთი ბიჭი არ ღირს, რომ მათ წინაშე თავი დაიმციროთ. იქნებ მართალი ხარ. ხო, მაქსი ბევრს ითხოვს ჩვენგან. შეიგნეთ. ხო და თავი შორს დაიჭირეთ ამ მაქსისგან. რა მოგვიტანე? ჩიპსი?
საშინელებაა. შეზმიდიდებებს აღარ შევასრულებთ. ხო, ესეთი ბოიფრენდი არ გჭირდება. გოგოებო, არასწორად გამიგეთ. ბავშვებო, მოწონება დაგვიწერეთ, თუ ფიქრობთ, რომ სწორად მოიქეცით. ასევე გამოიწერეთ არხი, თუ გინდათ, რომ გაგზელება ნახოთ. ყველას გემშვიდობებით.